ზღვაში დაკარგული მეთევზის ძებნა გრძელდება. შემთხვევის ადგილზე დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. დავით გელაძის სამძებრო ოპერაციაში თავდაცვის სამინისტროს მტვინთავთა სპეციალური ჯგუფია ჩართული. ირაკლი ალასანია მაშველებს პირადად გაესაუბრა. წყალქვეშა სამძებრო სამუშაოებს 300-500 მეტრის სიგრძის პერიმეტრზე სართი გონიოს აკვატორიაში სპეციალისტთა რამდენიმე ჯგუფი აწარმოებს. 55 წლის მამაკაცი ტალღამ 23 მარტს თევზაობის დროს გაიტაცა. თავდაცვის სამინისტრო სხვა სპეციალური წყებები ჩართული ვართ ამ პროცესში. ჩვენი სამხედრო მყინთავები ახლა ეძებენ ერთ-ერთ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც დაკარგულია, უგზო დაკარგულია ამ ეტაპამდე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბოლომდე, იმიტომ რომ ოჯახმაც უნდა იცოდეს და ყველამ საზოგადოებაში რომ არ მივატოვებთ ესეთ გასაჭირში საზოგადოებას. ჯარი არის საზოგადოებისთვის, ამიტომ როდესაც ჭირდება სამოქალაქო ხელმძღვანელობას ადგილობრივს თუ ცენტრალურს, ყოველთვის დაუდგება გვერდში.